მოგესალმებით. დღეს ვილაპარაკებ ზუმერების თაობაზე, ესე იგი ჩვენებურად ჯენზიზე. ვიცით, რომ ისინი ბევრისთვის მოულოდნელად, ასე ვთქვათ, არსაიდან გაჩნდნენ პროტესტში, შექმნეს მუხტი, სულისკვეთება, მრავალფეროვნება და ისევე მოულოდნელად გაქრნენ პროტესტიდან, როგორც აღმოცენდნენ პროტესტში. თავიდანვე ვიტყვი, რომ მეც ზუსტად არ ვიცი ეს როგორ და რატომ მოხდა, მაგრამ მინდა ვცადოთ ერთად გავერკვეთ. მაინც სხვა კითხვით დავიწყებ. ვის მხრებზე გადადის ხანგრძლივი პროტესტის სიმძიმე ჯენზის გამოჩენამდე და მისი გაუჩინარების შემდეგ? რა თქმა უნდა, პროტესტი, რომელიც 400 დღეზე მეტია, რაც უწყვეტად გრძელდება, ყველა თაობის ტვირთია. ეს რუსთაველის გამზირზე გამოსული ადამიანების ასაკითაც ცხადად ჩანს და პატიმრების ასაკითაც. პენსიონერი ქალებით და მამაკაცებით დაწყებული, სრულიად ახალგაზრდა გოგონებით და ბიჭებით დამთავრებული, ყველა ასაკის პატიმრები გვყავდა და სამწუხაროდ დღემდე გვყავს. მაგრამ ის სამოქალაქო ჯგუფები, ის სამეგობრო წრეები თუ თანამებრძოლები, რომლებიც მუდმივად პროტესტის გულის გულში არიან, ძირითადად 1980-იან წლებში დაიბადნენ. ამ თაობას ხშირად მილენიალებს უწოდებენ. ფაქტობრივად კი ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თაობა. არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ჩემი აზრით, ქართველი მილენიალების თაობა ორმხრივად დაზარალებული და ტრამვირებულია. პირველი დიდი პრობლემა ის არის, რომ მათი ბავშვობა უკიდურესად ღარიბ, ომებით და კრიმინალით დამძიმებულ 90-იანებს დაემთხვა. დიახ, იმ წლებზე ვლაპარაკობ ბნელი 90-იანების სახელით, რომ შემორჩება საქართველოს ისტორიას. მეორე სირთულე წინა გადაცემაშიც ვახსენე, როგორ გაუჭირდათ საბჭოთა მამებს პოსტსაბჭოთა საქართველოში. ეს საბჭოთა მამები კი ზუსტად მილენიალების მამები იყვნენ. ფუნქცია დაკარგულმა მამებმა შვილებთან საერთო ენა ვეღარ იპოვეს, შვილებმაც ხშირ შემთხვევაში უარყვეს მამები, როგორც ავტორიტეტები, როგორც ოჯახში წესების შემომტანები და პატივისცემის მთავარი ობიექტები. მილენიალების ის ნაწილი, რომელიც ფიზიკურად და მენტალურად გადარჩა იმ ბნელ 90-იანებში, ძალიან ძლიერ წარმატებულ და მიზანმიმართულ თაობად ჩამოყალიბდა. ყოველ შემთხვევაში საქართველოში ნამდვილად ასეა. ახლა სხვა კითხვა მაქვს, რა იყო თვითონ მილენიალების პრობლემა? ალბათ ესეც სადავოა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ოჯახის ფესვებთან გაუცხოებამ ამ თაობას მოუტანა გაუცხოება საკუთარ ქვეყანასთან და რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად გაუხსნა გზა უცხოეთისკენ. ბევრი სხვა ქვეყანაში გადაცხოვრდა, ბევრი კი აქ დარჩა, მაგრამ იდეალი სხვა ქვეყნებში, ძირითადად ევროპასა და ამერიკაში იპოვა. სწორედ ამ თაობას წამოეწია ევროპასთან საქართველოს მკვეთრი დაახლოებაც, ევროინტეგრაცია, ვიზა ლიბერალიზაცია, ბევრი მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყანასთან ინტენსიური კონტაქტი, მაგრამ თაობის შინაგან განწყობაზე ესე შესანიშნავად მორგებული ეს პროცესი შეწყდა მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ ევროინტეგრაცია უნდა შეჩერებულიყო. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა და ახლდა ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიევროპული ქცევის და რიტორიკის ნამდვილი ზვავი, რითიც ქართველებს ღიად უთხრეს, სინამდვილეში ევროპა ჩვენთვის აღარ იქნება, დაივიწყეთ. ამის შემდეგ იწყება ხანგრძლივი უწყვეტი პროტესტი, რომელიც სხვადასხვა ფაზას გადის, მაგრამ ძირითადი გამჭოლი ხაზი ის არის, რომ პროტესტი მთავრობას აიძულებს იმოქმედოს და ზედიზედ ერთმანეთზე უფრო რეპრესიული კანონები მიიღოს, რა თქმა უნდა, ურჩებთან გასამკლავებლად. მე არ შემიძლია იმის წარმოდგენა, რომ პირბადი სტარების ან ტროტუარზე დგომის აკრძალვა ვინმეს სიამოვნებს, ვინმეს უხარია ასეთ კანონებზე მუშაობა. ზოგჯერ წარმოვიდგენ, ვის თავში მწიფდება მორიგი გეგმა, როგორ გაამკაცრონ კანონი, კიდევ რა საოცრება მოიფიქრონ. დარწმუნებული ვარ, მომავალში მწერლები აუცილებლად აღწერენ ამ პერიოდს ბრწყინვალე წიგნებში და მხატვრული ლიტერატურა ბევრად მეტად მოუხდება საქართველოს ამჟამინდელი ცხოვრების აღწერას
ვიდრე ისტორიის სახელმძღვანელოები, ან თქვათ დოკუმენტური პროზა. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რა სოციალურ და ფსიქოლოგიურ გარემოში გადაწყვიტა ევროინტეგრაციის შეჩერება. ესე იგი, რასთან მოუწევდა პირისპირ დაჯახება. მე ვფიქრობ, ნამდვილად არ გაუთვალისწინებიათ ის, რასაც ახლა ვიტყვი. მილენიალები, რომლებმაც პროტესტის მთავარი სიმძიმე იტვირთეს, ზუსტად ის თაობა, რომელსაც საკუთარმა ქართველობამ ბევრი იმედგაცრუება მოუტანა. ამ თაობისთვის დასავლური იდენტობის ნაწილად საკუთარი თავის აღქმა უბრალოდ სასიცოცხლო აუცილებლობაა. ამ თაობას სხვა გზა რომ გამოევლო, სხვა ცხოვრებით, ან სხვა გარემოში რომ ეცხოვრა, შეიძლება დასავლეთთან ბმის და დასავლური ღირებულებების ასეთი მტკიცე დამცველი არ ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლებას და პირველ რიგში პირადად ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, არ უფიქრია იმის შესახებ, რომ საქმე ექნებოდა ახალგაზრდა ქართველებთან, რომელთა უმრავლესობის იდეალი პირობითად ვამბობ, თანამედროვე საფრანგეთი, იტალია ან ბელგია იყო და არა პოსტსაბჭოთა და მით უმეტეს საბჭოთა საქართველო. 21 საუკუნის პირველი თაობა, ანუ ჯენზი, სწორედ იმ სულისკვეთებით არის გაზრდილი, რომ მისთვის რომელიმე ფრანგი, იტალიელი ან ბელგიელი თანატოლი არანაკლებ თავისიანია, შეიძლება უფრო მეტიც, ვიდრე საკუთარი ბებია და ბაბუა. ზუმერებს არ გაუვლიათ ის ჯოჯოხეთი, რაშიც მათმა წინა თაობებმა იცხოვრეს გასულ 10 წლეულებში. ისინი არ მიკედლებიან სხვა იდენტობას, იმიტომ რომ ეს არც დასჭირვებიათ. ჯენზი ბუნებრივად არის ჩართული უზარმაზარ ინფორმაციულ ნაკადებში და უსაზღვრო ვირტუალურ კომუნიკაციაში. ჯენზი მშობლიურივით, ან ზოგ შემთხვევაში უკეთესადაც ფლობს ინგლისურს და მე ჩემთვის სულ ვარკვევდი, ეროვნული იდენტობა ამ თაობისთვის რაიმე განსაკუთრებულ ღირებულებას თუ წარმოადგენდა. ჩემს პასუხს სულ მალე გაგიმხელთ, მაგრამ მანამდე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა თვითონ ჯენზის ხასიათის შესახებ. ზუმერებს უყვართ სახლში ყოფნა და სიმშვიდე. ისინი პირდაპირ ამბობენ, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და ყოველთვის აპროტესტებენ იმას, რაც არ მოსწონთ. ოღონდ აპროტესტებენ მშვიდობიანად. კონფლიქტები მათთვის საერთოდ უცხოა და მიუღებელია. უყვართ მრავალფეროვნება და ეჯავრებათ რუტინა. ეს არის თავისუფალი თაობა, თავისუფლად გაზრდილი, რომელსაც ბევრად მშვიდობიანად შეუძლია თანაცხოვრება მშობლებთან, ვიდრე ამას წინა თაობები ახერხებდნენ. ამიტომ ჯენზის ჩუმი დევიზია, როგორც მე მინდა. ისინი არ ცნობენ სხვების მიერ თავს მოხვეულ ვალდებულებებს. თურმე სპეციალური ტერმინიც კი არსებობს, გოსტინგი, იმის აღსანიშნავად, როცა ზუმერი სამსახურიდან შესვენებაზე სადილად გავა და უკან არასდროს აღარ დაბრუნდება. ესე იგი, ეს სამსახური მისთვის კომფორტული არ იყო. ჯენზისთვის მთავარია თავი კარგად იგრძნოს და ანაზღაურება, როგორც წესი, მათთვის გადამწყვეტი არ არის. მაინც რატომ გამოვიდა ჯენზი პროტესტზე, როცა ეს გადაწყვეტილება მთლიანად არღვევდა ახალგაზრდების ცხოვრების წესს, მათ მყუდროებას და კომფორტს. ცხადია, ზუმერები პირველ რიგში იმ ღია სამყაროს დასაცავად გამოვიდნენ, რომელშიც ცხოვრებას აპირებენ საქართველოში იქნება თუ სხვა ქვეყანაში. მათ იზოლაციონიზმი უყვართ ოჯახში, სადაც საკუთარ ოთახებში არიან გამოკეტილები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ ქვეყნის მოწყვეტას დანარჩენი სამყაროსგან. მეორე ფაქტორიც იყო და ეს მეორე ფაქტორი ის იყო, რომ ჯენზი პროტესტზე გამოვიდა თავისი მშობლების გვერდით დასადგომად. ადრე სულ პირიქით ხდებოდა, მშობლები მოყვებოდნენ შვილებს ქუჩაში. ახლა სხვაგვარად იმის გამო მოხდა, რომ მილენიალებს და ზუმერებს ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე განმასხვავებელი. პროტესტმა ამ ორ თაობას შორის კავშირი ძალიან ნათლად წარმოაჩინა. ზუმერების თაობის პროტესტმა ფორმების მრავალფეროვნება მოიტანა. მუსიკის საპროტესტო მედიუმად გარდაქმნა, ქალაქში მოძრაობა და ქუჩების პიკეტირება, ტექნოლოგიების გამოყენებით მობილიზაცია,
აი როცა პოლიციამ მწარე დაგშლის, მაგრამ გვერდით ქუჩებზე აპლიკაციით შეიკრიბები და პოლიციას მოჩვენებასავით ისევ თავზე დაადგები დიდ ჯგუფებად. ცალკე აღნიშნის ღირსია ვიზუალური აქტივიზმი, როცა ჯენზის ბანერები და პლაკატები ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცევა, იმიტომ რომ ძალიან შემოქმედებითია. მთლიანობაში ძალოვანების მხრიდან ძალადობას ახალგაზრდებმა დაუპირისპირეს მოულოდნელი და სახალისო ნაბიჯები. მაგალითად, ცეკვა აუდიო ლაზერების ხმაზე, რომელიც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო, ცრემლსადენი გაზის კაფსულების განეიტრალება და დაზარალებულების მიზნობრივი დახმარება, ათასნაირი გონება-מחვილობა. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ზუმერების მთავარი კოშმარი ეს არის რუტინა. ამიტომ, როგორც კი პროტესტი რუტინულ ფაზაში გადავიდა, ზუმერები როგორც თაობა პროტესტიდან გაქრა, მაგრამ დარჩა ცოდნა იმის შესახებ, რომ ახალგაზრდებისთვის სულ ერთი არ ყოფილა, როგორი ქვეყანა იქნება საქართველო. მათ შეუძლიათ სმარტფონიდან თავი აწიონ და საჭირო მომენტში ქუჩაში გავიდნენ, რატომ? იმისთვის, რომ მომავალი იყოს ისეთი, როგორიც მათ უნდათ. რა იყო და რა არის ამ ერთწლიანი პროტესტის მთავარი და საკმაოდ მოულოდნელი შედეგი, რომელიც ორივე თაობას მოიცავს, მილენიალებსაც და ზუმერებსაც. ეს არის დაბრუნება ფესვებთან. 80-იანებში დაბადებული თაობა, რომელსაც გაწყვეტილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ბმა საკუთარი ოჯახის და ქვეყნის წარსულთან, დღეს ეძებს ყველანაირ კავშირს წარსულის პროტესტებთან, რომლებსაც წმინდად ეროვნული ხასიათი ჰქონდა. ამ ფაქტის ყველაზე დასამახსოვრებელი ხატსურათი იყო 2024 წლის გაზაფხულზე პროტესტის ერთ-ერთ დღეს 9 აპრილის მემორიალზე გაჩენილი წარწერა „დედა, მე იქ ვარ, სადაც შენ იდექი 9 აპრილს“. მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო მარში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა და სადაც თანამედროვე გოგონებმა 1919 წლის 26 მაისის მსგავსად შევარდენის ტანმოვარჯიშე გოგონების ფორმები ჩაიცვეს. გვახსოვს საახალწლო ხორუმი, რომელშიც ასობით ქალი მონაწილეობდა. ელენე ქაიხოსროშვილმა, ახალგაზრდა უფლებადამცველმა, რომელიც აი ამ ყოველდღიური პროტესტის აქტიური მონაწილეა, ინტერვიუში მითხრა, ციტატას გეტყვით, ჩვენთან ძალიან ახლოს მოვიდა 9 აპრილი. ძალიან დავახლოვდით ჩვენი მშობლების თაობასთან, რომელიც 9 აპრილის ბრძოლის ნაწილია. ბევრმა, ვინც საქართველოს უახლესი ისტორია არ ვიცოდით, დოკუმენტური ფილმების ყურება დავიწყეთ. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ სანამ ჩვენს უახლეს ისტორიას ჩაუღრმავდებოდით, იქამდე ალბათ უსამართლოც იქნებოდა ახლანდელი ბრძოლის მოგება. ციტატის დასასრული შესანიშნავი სიტყვებია. საუბრის ბოლოს კიდევ ერთ სიმბოლოს გავიხსენებ. მილენიალები ევროკავშირის დროშის ფრიალით რომ უმკლავდებოდნენ წყლის ჭალს და მერე იქვე ჯენზიმ საქართველოს დროშით რომ იცეკვა ჭალზე. ამასთან დაკავშირებით რეჟისორ უტა ბერიას სიტყვებს გავიმეორებ. ეგრეა, ჩვენ უნდა გვეჭიროს ევროპის დროშა იმისთვის, რომ მომავალი იყოს ქართული. ეს სიტყვები აჯამებს იმას, რისთვისაც პოდკასტის ამ ეპიზოდის ჩაწერა გადავწყვიტე. ის, რომ ქართველი მილენიალების მიზანსწრაფული, შედეგზე ორიენტირებული და წარმატებული თაობა არ დათმობდა თავის იდენტობას ევროპასთან, არც თუ ძნელი მისახვედრი იყო. მაგრამ იმას, რომ მილენიალები და ზუმერები ერთად დაიბრუნებდნენ ქართულ ფესვებს და აღადგენდნენ დროის უკუღმართობით გაწყვეტილ კულტურულ კოდს, ნამდვილად არ ვიცი რა მოგვიტანდა რეჟიმის ეს უმკაცრესი ანტიევროპული პოლიტიკა რომ არ ყოფილიყო. ქვეყანამ დაიბრუნა ორი დაკარგული თაობა და ეს არის ბრწყინვალე შედეგი, რომელიც ნამდვილად დაიმსახურა ქართველმა ხალხმა, ქართულმა მრავალ ათწლეულიანმა პროტესტმა. აქ არ შემიძლია არ გავიხსენო ჩვენი თაობის ძალიან დიდი მეცნიერის და ადამიანის დიმიტრი თუმანიშვილის მიერ ნათქვამი. სასულიერო აკადემიის შრომების კრებულს ვფუცლავდი და იქ ერთი სტუდენტი გოგონა ასეთ რამეს წერდა. უნდა ვიყოთ არა მოდერნისტები, არამედ მარადისტებიო.
დღეს თხრობას ამ შვენიერი ფრაზით დავასრულებ. მხოლოდ მარადისტობა, ანუ მარადიulis მიმდევრობა დააკავშირებს თაობებს და აცოცხლებს ჩვენს საერთო სამშობლოს. სანამ დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ ტრადიციულ თხოვნას. გამოიწეროთ ჩვენი, ანუ ზღარბის არხი. მომწეროთ თქვენი კითხვები და მოსაზრებები აქვე გადაცემის კომენტარების ველში. ამჯერად მინდა მომწეროთ, იცანით თუ არა თქვენი თავი ან თქვენი ოჯახის წევრები ჩემს დღევანდელ მონათხრობში. გმადლობთ, რომ ჩემთან ერთად ხართ.